ბევრი გოლი აქვს ასეთი დისტანციიდან გატანილი თამაშიდანაც ჯარიმიდანაც. ნახოთ ვინ დაარტყავს, კარგი ეპიზოდია, მე-12 წუთი იწურება. მისამ საჯმანიშარი ბარტიშვილმა დაარტყა, არაზუსტია. ეს დარტყმა და ბურთი სდება კარს. ანდრე ურთიერთობა ძალიან დიდხანს გრძელდებოდა, ძალიან დიდი ხანი იმუშავა გიამ ამ კლუბში, მაგრამ დღეს ის ბათუმის დინამოს მწვრთნელია და ყველაფერს აკეთებს კლუბის წარმატებისთვის. აქ ჩაწოდება თავი და დაიბლოკა. ძალიან კარგი დარტყმა იყო. ბედოშვილს ჰქონდა შანსი, უნდა ვნახოთ განმეორებით. კარგი თამაშა თუ მოხდა ბურთი, ამის გარკვევა ჯერჯერობით შეუძლებელი იყო, თუმცა განმეორებით შეგვიძლია ვნახოთ და მარცხენა ფრთიდან ჩაწოდება. კი, ახო ბედოშვილი თამაშობს და როგორც ჩანს კალანდარიშვილი და ლაკვახელიანი იყვნენ ერთად და ბურთი საბოლოოდ კალანდარიშვილს ხდება და ის ჩვენც რა თქმა უნდა დავაკვირდებით ამ გუნდებს და გვექნება მუდმივად ინფორმაცია აქვს. სახიფათო ჩაწოდება, დარტყმა და გავიდა გოლი. ასხლეტა და გოლი გასულია. 1-0 ბედოშვილმა დაარტყა. ბურთი ხდება იქ ერთ-ერთ ფეხბურთელს ჯერჯერობით ვერ დავინახე, მამუკა კობახიძის ფეხიდან გადის ბურთი, თუმცა ყოველთვის არის საუბარი იმაზე, ამ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს ავტოგოლი თუ არა. ბურთი მიდიოდა კარის მიმართულებით, მაგრამ ფაქტია, რომ არა კობახიძე გავიდოდა თუ არა გოლი ძნელი სათქმელია, არ ვიცი. ვის შეეთვლება გოლი, ფაქტია, გოლი გავიდა დინამო ბათუმის კარში და იბერია დაწინაურდა. ზოგადად ბედოშვილს რაც შეეხება, მას ჰეტრიკი აქვს შესრულებული ტყიბულელთა კარში და მეტი გოლი არ ქონდა ამ სეზონში გატანილი. აი ხედავთ, ძალიან სწრაფი დინამიური ეპიზოდი იყო. კარგად გაკეთებული, რაც ყველაზე მთავარია, როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის მხრიდან. ბრაზილიელის დარტყმა მცირე მანძილით სდება ბურთი კარს. მდინარე ტურტური დაიწყო გუშინ, გითხარით და უბრალოდ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ქუთაისში ტორპედო დამარცხდა, დაეხმარა თავის გუნდს. შორიდან არაზუსტი დარტყმა. ბათუმელებს კირკიტაძემ ვერ გააკეთა ზუსტი გადაცემა და ბარტიშვილი ძალიან კარგად მიიწევს. საჯარიმოშია უკვე ბარტიშვილი. სრულ მოძრაობა რა კარგად აკეთებდა, მაგრამ არა. რაღაცა ის არაორდინალური გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. აი თითქოს მიდის ჩვეულებრივად საჯარიმოში და ეს რბილი, რბილად სადა მეტოქის კარის მიმართულებით ბურთის გაგზავნა და ეს რო შეესრულებინა, აქ უკვე შედევრთან გვექნებოდა საუბარი, თუმცა კოხრეიძემ გააკეთა უკაცრავად კობახიძის მისამართით პასი. კირკიტაძე ჩაწოდება, თავი დარტყმა და აი ეს ყველაზე სახიფათო ალბათ რაც შეიძლება რაც მოხდა. აბუსელიძე კარგი შეტევა, შორიდან დარტყმა, მეკარე კარგად თამაშობს. ესეც ზუსტი დარტყმა. თვის პრობლემა ნაკლებად ჰქონდა. კარგი იყო ამ ეპიზოდში, მაგრამ განთავისუფლდა მეორისაგან, დაარტყა კიდეც, მაგრამ სიძლიერე არ იყო ალბათ საკმარისი და არც მარჯვენა ფრთაზე ბათუმელი ფეხბურთელები ვნახოთ ეს იერიში შეიძლება უკვე ჩაწოდება და ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები. კარგი ჩაწოდება იყო აქ თავის არეში, როდესაც არის კონტაქტი. ყოველთვის საჯები ფრთხილობენ. კი, აი ამ სახეში მოხდა ბურთი და აქედან გამომდინარე ხა ესე მტკივნეული იყო ახლო მანძილიდან ძლიერად. ბურთის მოხვედრა სასიამოვნო ნამდვილად არ იქნებოდა და ამიტომ სწრაფად მივიდნენ თანაგუნდელებიც, საჯიც. ექიმების დახმარება საჭირო არ არის, ის რაღაცა მცირე შოკი იყო, როგორც ჩანს, უბრალოდ მაღალი არ წინაძელთან დარტყმა და ეს უკვე დასასრულია. ჩვენც ნახოთ. საჯმა დაასრულა, არაფერი არ მომხდარა. იბერია მოიგო შეხვედრა. თბილისის იბერიამ დააგროვა 30 ქულა და 1-0 ლიდერია. ბათუმელებს დარჩათ 21 ქულა და მეხუთე, მეექვსე პოზიციაზე იმყოფება სამგურალთან ერთად.